არის შემთხვევები ქართულ რეალობაში, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია და 3-4 თვის განმავლობაში ამ საკითხზე სხდომა არ ინიშნება, ანუ სასამართლო არ მსჯელობს ამ საკითხზე და რეალურად გამოდის ისე, რომ მეორე მხარე, ანუ მოპასუხე მხარე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. იმიტომ რომ არ გვაქვს ჩამკეტი მექანიზმი, რა ვადაში არის სასამართლო აღებული, რომ ეს საკითხი იმსჯელოს. ის მექანიზმი, რომელიც დღეს არის კანონით გათვალისწინებული, რომ თუ მოსარჩელე შეიტანს სარჩელს სასამართლოში და მოპასუხე ამას არ გააპროტესტებს შესაგებლის წარდგენის ეტაპზე, დავას ჩვეულებრივ განიხილავს სასამართლო, აქაც არის თავისი ლოგიკა და დასაბუთება და საბოლოო ჯამში ეს უკვე მხარეების გადასაწყვეტი არის. მტკიცების ტვირთი პირველ რიგში არის სწორედ ასეთ მხარეზე. თუ მხარე უბრალოდ უთითებს რომ აი ეს ზოგადად, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად, ხო? იმიტომ რომ ბათილია. აი ესეთ შემთხვევაში სასამართლოს ჩემი გადმოსახედიდან არ აქვს ის ვალდებულება, რომ თვითონ მოიძიოს ფაქტობრივი გარემოებები